2026 წლის 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წითელ მოედანზე იდგა, რათა აღენიშნა გამარჯვების დღე, რომელიც შეიძლება ითქვას რუსეთის პოლიტიკური კალენდრის ყველაზე წმინდა თარიღია. მაგრამ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 91 წლის თავის აღნიშვნა ძალიან განსხვავდებოდა წინა წლებისგან. პუტინისთვის ეს აღლუმი უფრო ნაკლებად იყო ხსოვნის დღე და უფრო მეტად შესაძლებლობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა რუსეთის სამხედრო ძალა და გეოპოლიტიკური გავლენა. მეორე ნაწილი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოწვეულთა სია შედგენილი იყო იმის საჩვენებლად, თუ რომელი ქვეყნები რჩებოდნენ რუსეთის მხარეს. ამ წელს პასუხი პრაქტიკულად იყო: არავი. პარადი თავად მხოლოდ 85 წუთს გაგრძელდა. არ ყოფილა ტანკები, რაკეტსატყორცნები და მძიმე ჯავშან ტექნიკა, რომელიც ქვაფენილზე გაივლიდა. ამის ნაცვლად პარადი მთლიანად ეხებოდა მხოლოდ რუსი ჯარისკაცების მასში, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებთან ერთად მიაბიჯებდნენ. ასევე შემცირდა იმ უცხოელი სახელმწიფოს მეთაურების სია, რომლებიც რეალურად დაესწრნენ ღონისძიებას. მხოლოდ მალაიზიის მეფე სულთან იბრაჰიმ ისკანდარი, ლაოსის პრეზიდენტი თონგლუ სისულითი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჟომართ ტოკაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი და ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო დაესწრნენ რუსული დედაქალაქის დღესასწაულებს. ამასობაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელია, წითელ მოედანზე გამართულ დღესასწაულს არ დაესწრო და კრემლის მახლობლად მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს ეწვია. მხოლოდ 3 წლის წინ 2023 წელს ყველა 5 ცენტრალური აზიის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, რათა პუტინის გვერდით მდგარიყო. მათ ეს კვლავ გააკეთეს 2024 წელს და ისევ 2025 წელს. 2026 წელს მიწვეულმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს ერთი თვით ადრე უთხრა, რომ ძალიან დაკავებული იყო, რადგან სახლში საარჩევნო კამპანიას ატარებდა. ის ცარიელი ადგილები პუტინის გვერდით ჩუმად ყვებიან ამბავს, რომელიც კრემლს სასოწარკვეთილად არ უნდა რომ თქვენ ნახოთ. რადგან მაშინ როცა მსოფლიო უკრაინაში ფრონტის ხაზებს აკვირდება, რუსეთის ზურგს უკან უფრო მშვიდი და ნელი კატასტროფა ვითარდება. ერთი ქვეყანა მეორის შემდეგ კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე და ბალკანეთამდე რუსეთისგან შორდება. ალიანსი, რომლის აშენებასაც რუსეთმა 30 წელი მოანდომა, ახლა ნელ-ნელა იშლება. აი როგორ კარგავს პუტინი თავის ბოლო მოკავშირეებს და რატომ იწყებს მოსკოვი პანიკას. დავიწყოთ სომხეთით, რადგან სომხეთი ის ღალატია, რომელსაც მოსკოვი ვერასდროს წარმოიდგენდა. 10 წლების განმავლობაში სომხეთი იმდენად ახლოს იყო რუსეთთან, რამდენადაც ეს ქვესხვეღას შეეძლო. სომხეთში განთავსებული იყო რუსული სამხედრო ბაზა და ქვეყნის უსაფრთხოება მთლიანად მოსკოვზე იყო დამოკიდებული. ის ასევე წევრი იყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, ანუ CSTO-ს, რომელიც რუსეთის პასუხი იყო ნატოზე. მისი ენერგეტიკა, ვაჭრობა და თვითგადარჩენაც კი კრემლზე იყო მიბმული. თუ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ნამდვილი მოკავშირე ყავდა, ეს ერევანი იყო. შემდეგ დადგა 2023 წელი. წლების განმავლობაში სომხეთი რუსეთს ეყრდნობოდა, რომ დაეცვა იგი მეზობელ აზერბაიჯანთან ნაგოგორნო-ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო, ხანგრძლივ დაპირისპირებაში. რუსი სამშვიდობოები სწორედ ამ მიზნით იყვნენ განთავსებულნი რეგიონში. მაგრამ როდესაც აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევა და დაიკავა ტერიტორია, რუსებმა არაფერი გააკეთეს. მილიონობით სომეხისთვის ეს მიტოვებად გამოიყურებოდა და პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებებს, რომლებიც სომხეთმა რუსეთთან გააფორმა, მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. ეს იყო გარდამტეხი წერტილი და სწორედ ამიტომ სომხეთმა სხვა გზა აირჩია. 2024 წლის თებერვალში ერევალმა გაყინა თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ალიანსში, რომელიც მისი ფარი უნდა ყოფილიყო. გაითვალისწინეთ ტერმინი გაყინა. სომხეთს ფორმალურად ხელშეკრულება არ გაუქმებია, მაგრამ შეწყვიტა მონაწილეობა, შეწყვიტა თავისი წილის დაფინანსება და რაც ყველაზე ცუდია, შეწყვიტა იმის პრეტენზია, რომ ალიანსს რაიმე მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაიწყო დასავლეთისკენ, ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისკენ მიბრუნება. მან დაიწყო იარაღის შეძენა საფრანგეთისა და ინდოეთისგან რუსეთის ნაცვლად. და 2026 წელს მან დაიწყო სხვა ალიანსების ძიება სამხედრო თავდაცვისთვის. სომხეთმა ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი უმასპინძლა. ათეულობით ევროპელი ლიდერი ჩავიდა. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველი უკრაინელი პრეზიდენტი, რომელმაც ბოლო 24 წლის განმავლობაში სომხეთში ფეხი დადგა. ასე რომ სომხეთმა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ადრე რუსეთის კლიენტს სახელმწიფოდ ითვლებოდა, წითელი ხალიჩა დაუგო იმ ლიდერს, რომელსაც რუსეთი ცდილობს გაანადგუროს. სამიტი ასევე მნიშვნელოვანი იყო სომხეთის დასავლეთისკენ სვლისთვის, რადგან ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. რამდენიმე დღეში ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი გამოტოვა. რუსმა ოფიციალურმა პირებმა მკაცრად გააკრიტიკეს სომხეთი და ადანაშაულეს იგი ანტირუსული განცხადებების გავრცელებაში და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სულისკვეთების წინააღმდეგ მოქმედებაში. ვლადიმირ პუტინმა თავად შესთავაზა სომხეთს ჩაეტარებინა რეფერენდუმი თავისი ევროპული მომავლის შესახებ. შემდეგ კი მუქარით შეადარა სომხეთი უკრაინას და ყველას შეახსენა, რომ მისი თქმით, უკრაინაში ომი დაიწყო კიევის მცდელობით, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში. ეს უფრო მუქარა იყო ვიდრე რჩევა.
მაგრამ აი რა უნდა აფიქრებდეს ყველაზე მეტად მოსკოვს. მაისის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში ჩავიდა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მერზოიანთან ერთად ხელი მოაწერა ქარტიას აშშ-სა და სომხეთს შორის ოვლის-მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამან საფუძველი ჩაუყარა შეთანხმების ჩარჩოს, რომელსაც ეწოდება საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი, ანუ TRIP. ფაქტობრივად ეს იქნება სატრანზიტო დერეფანი, რომელიც გაივლის როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე, რაც საფუძველს ჩაუყრეს მშვიდობის შეთანხმებას ამ ორ ქვეყანას შორის. იმას, რისი მიღწევაც რუსეთს 10 წლეული არ შეუძლია. რაც კიდევ უფრო უარესია, TRIP-ს უპირატესობა ენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც სომხეთში მოპოვებულ მინერალურ მადანს ამუშავებენ და ექსპორტზე გააქვთ ქვეყნის შიგნით, ვიდრე ჩინეთში გაგზავნია. ეს შეიძლება რუსეთისა და ჩინეთისთვის ძვირფასი რესურსების წვდომის შეზღუდვას და ნატოსთვის ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას ნიშნავს. ერთი დარტყმით რუსეთმა დაკარგა არა მხოლოდ მოკავშირე, არამედ კავკასიაზე კონტროლის ნაწილი, მინერალებზე წვდომა და ასევე ცენტრალურ აზიაში საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობის ნაწილი. ან სულ მცირე, იმის განსაზღვრის უნარი თუ სად წავა ეს საქონელი. მაგრამ თუ სომხეთი მათი მოკავშირეა, რომელმაც დატოვა ისინი, ყაზახეთი თითქმის მთლიანად გასულია მოსკოვის კონტროლიდან. სწრაფად შეგახსენებთ, ყაზახეთი ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი უწყვეტი სახმელეთო საზღვარი აქვს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილის სახით, მის ჩრდილოეთში ასევე დიდი ეთნიკური რუსული მოსახლეობა ცხოვრობს. და სწორედ ამ ბოლო პუნქტზე ამახვილებენ ყურადღებას რუსი ნაციონალისტები, როდესაც იწყებენ კითხვის დასმას, იმსახურებს თუ არა მეზობელი ქვეყანა დამოუკიდებლობას, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა წინა ათწლეულში. და 2022 წლიდან ეს ხმები კიდევ უფრო გაძლიერდა. ღიად ატენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ყაზახეთის საზღვრებს და მის უფლებას. იარსებოს სუვერენულ სახელმწიფოდ. ყაზახეთის ტოყაევმა თანამედროვე გეოპოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბალანსის დაცვა შეძლო. მან არ გაწყვიტა ურთიერთობა მოსკოვთან. კვლავ ხვდება პუტინს და რუსეთს ქვეყნის უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორად ტოვებს. მაგრამ ეს მაჩვენებელი მხოლოდ იმპორტს ეხება. მეორე მხრივ ტოყაევმა ჩუმად უარი თქვა. კრემლს გახოლოდა უფსკრულში. ყაზახეთმა არასოდეს აღიარა რუსეთის მარიონეტული რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში, საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით. მან უარი თქვა სამხედრო ინტეგრაციის გაღრმავებაზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში და ფრთხილად მუშაობს, რათა არ გახდეს უზარმაზარი ხვრელი, რომლითაც რუსეთი დასავლეთის სანქციებს აიცილებს. ამის ნაცვლად ყაზახეთის საექსპორტო ვაჭრობა კონცენტრირებულია ჩინეთსა და იტალიაზე. ამავე დროს ქვეყანამ სცადა თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება და 2022 წელს ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქული დრონების ლიცენზიით ატყობის შესახებ. ქვეყანამ ასევე წარადგინა თაიმას 8X-8 2025 წლის შემოდგომაზე. ეს არის IFV, რომელიც აერთიანებს თურქულ და ჩინურ დიზაინებს. სრულად აულის რუსეთს სამხედრო მომწოდებლად. ამასობაში ყაზახეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რომელიც ქვეყნის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს ზედამხედველობს, განაცხადა, რომ ნატოს სტანდარტები უფრო თანამედროვე და უსაფრთხოა. ასევე არსებობს გეოპოლიტიკური პოზიციონირება, სადაც 2023 წლის შეხვედრაზე პუტინთან და სხვა მნიშვნელოვან რუს ოფიციალურ პირებთან ტოყაევმა მიზანმიმართულად თავისი სიტყვის ნაწილი ყაზახურად წარმოთქვა, ტრადიციული რუსულის ნაცვლად. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთმა მოულოდნელად შეაჩერა ყაზახური ნავთობის მიწოდება გერმანიაში, დრუჟბას ნავთობსადენის ჩრდილოეთ განშტოებით. ეს მარშრუტი ამარაგებდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან შვილტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ბერლინსა და მის მიმდებარე რეგიონს საწვავით უზრუნველყოფს. მოსკოვმა გაურკვეველი ტექნიკური მიზეზები დაასახელა, რასაც თითქმის არავინ დაუჯერა. გერმანიას ალტერნატიული მიწოდების ვარიანტები ჰქონდა, მაგრამ ამ ნაბიჯმა შვილტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში შეშფოთება გამოიწვია. მაგრამ ყაზახეთს არ აქვს დამოუკიდებლად ნავთობის მილსადენით გადაზიდვის ინფრასტრუქტურა. გზავნილი მარტივი იყო. თუ ჩვენს წინააღმდეგ წახვალთ, შეგვიძლია ზიანი მოგაყენოთ. მაგრამ აი მოულოდნელი მომენტი. ბერკეტი ახლა ორივე მხარეს აქვს. ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის სასამართლომ გზა გაუხსნა უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიას ნაფტოგაზ, რომ დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზპრომის აქტივები მოითხოვოს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე უცხოურმა სასამართლომ საჯაროდ მისცა ნებებართვა ამ არბიტრაჟული გადაწყვეტილების აღსრულებაზე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ყაზახეთის მთავრობამ სწრაფად დაიკავა დისტანცია, ხოლო მისი იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ რეალურად ამ გადაწყვეტილებას არ აღასრულებდა და აღნიშნულ სასამართლოს ექსტრატერიტორიულად მიიჩნევდა. ექსტრატერიტორიულად. იტორიულად. სატაკიევი არ აპირებს მოსკოვთან ღია ომის გამოცხადებას, მაგრამ დაფიქრდით იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება საერთოდ მიიღეს. რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ რომელიმე სასამართლო რუსეთთან მოკავშირე სახელმწიფოში უკრაინის მხარეს დადგებოდა გაზპრომის წინააღმდეგ. შემდეგ არის აზერბაიჯანი, ქვეყანა, რომელსაც თეორიულად ყველა მიზეზი ჰქონდა მოსკოვთან მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა. გადამწყვეტი მომენტი აქ დაიწყო 2024 წლის შობის დღეს. აზერბაიჯანის ავიახაზების რეისი J-28 1243 ემბრაერის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან რუსეთის ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, ჰაიაში დაზიანდა და ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა, რის შედეგადაც 28 მგზავრი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ოფიციალური პირებისა და მზარდი მტკიცებულებების მიხედვით, მიზეზი იყო რუსეთის საზენიტო რაკეტით შემთხვევითი დართომა. რაკეტა გავრცელებული ინფორმაციით გაშვებული იყო დრონის ჩამოგდების ოპერაციის დროს გროზნოს თავზე და აფეთქდა თვითმფრინავთან ახლოს. დაზიანებულ თვითმფრინავს გავრცელებული ინფორმაციით უარი უთხრეს რუსეთის აეროპორტებში დაშვებაზე და ის კასპიის ზღვის გადაღმა გაგზავნეს, სადაც ჩამოვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა რუსეთმა დაადანაშაულა თვითმფრინავის ჩამოგდებაში და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ფაქტის დაფარვის მცდელობაში. მან მოითხოვა ბოდიში დანაშაულის აღიარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. მოსკოვი თითქმის 1 წლის განმავლობაში არიდებდა თავს ყველა ბრალდებას, ხოლო ვლადიმირ პუტინმა მხოლოდ ბუნდოვანი სინანული და ბოდიში გამოხატა, მაგრამ პასუხისმგებლობის ბისაღებაზე უარი თქვა. ეს გაგრძელდა 2025 წლის ოქტომბრამდე, სანამ პუტინმა საბოლოოდ არ აღიარა პირისპირ შეხვედრაზე ალიევთან, რომ რუსული საჰაერო თავდაცვა იყო დამნაშავე. იმ დროისთვის ურთიერთობას უკვე ზიანი ჰქონდა მიღენებული. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 2025 წლის ივნისში რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა ეკატერინბურგში ეთნიკური აზერბაიჯანელების სახლები დაარბიეს და დაახლოებით 50 ადამიანი დააგავეს 10 წლეულების წინანდელ მკვლელობებთან დაკავშირებით. 2 ადამიანი პატიმრობაში გარდაიცვალა. მათი ოჯახები და ადამიანის უფლებათა ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ ისინი ცემითა და ელექტროშოკით აწამეს. რუსეთმა უარყო დანაშაული და ერთ-ერთი გარდაცვალება გულის უკმარისობას დააბრალა. აზერბაიჯანმა გააუქმა რუსული კულტურული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით. მან უარი თქვა მოსკოვში დაგეგმილ საპარლამენტო შეხვედრაში მონაწილეობაზე და ასე მოიქცა. რაღაც ისეთი, რაც თითქმის არ გასაგონია კრემლის სავარაუდო პარტნიორისთვის. აზერბაიჯანის პოლიციამ რეიდი მოაწყო ბაქოში მდებარე სპუტნიკის, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული სააგენტოს ოფისებში. დააკავა მისი ჟურნალისტები და ზოგიერთი მათგანი რუსეთის სადაზვერო სამსახურის ფარულ აგენტობაში დაადანაშაულა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აზერბაიჯანმა დაიწყო კიევის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, გაუწია ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარება და უმასპინძლა ვოლოდიმირ ზელენსკის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის. და რადგან ევროპა ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე, აზერბაიჯანი ხდება მთავარი რგოლი ენერგეტიკულ დერეფნებში, რომლებიც ცენტრალური აზიისა და კასპიის რესურსებს ევროპულ ბაზრებზე აწვდიან. ეს მარშრუტები სრულად აუვლიან რუსეთს, რასაც ადრე რუსეთი რეგიონზე ზეწოლის ბერკეტად იყენებდა. აქედან უნდა გადავინასვლოთ დასავლეთისკენ, მაგრამ მანამდე დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვქნით ვიდეოებს, რომლებიც გეოპოლიტიკურ სიახლეებს აშუქებენ. დაუბრუნდეთ რუსეთის მარცხენა ალაინსის. პირველი დასავლური ქვეყანა, რომელსაც ვეწვევით, არის მოლდოვა. წლების განმავლობაში რუსეთის ლემური მოლდოვაში იყო დნესტრისპირეთი, ვიწრო გამოყოფილი ტერიტორია უკრაინის საზღვართან, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ და მას შემდეგ მოსკოვის მხარდაჭერით არსებობს. კარნიულმა კონფლიქტმა კრემლს მუდმივი დასახდენი მისცა საშუალება. მოლდოვა არასტაბილური დაეტოვებინა და დასავლეთისგან შორს დაეჭირა. ხედავთ, მოლდოვა ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების თავები დახუროს, მაგრამ ევროკავშირი ფრთხილობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც საკუთარ ტერიტორიას სრულად არ აკონტროლებენ. მაგალითად, კვიპროსმა შეძლო ევროკავშირში შესვლა, მაგრამ ევროკავშირის კანონები არ ვრცელდება თურქეთის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. მოლდოვისთვის ევროკავშირმა ადრე იგივე მოდელი შესთავაზა, მაგრამ მას შემდეგ პოზიცია შეიცვალა და შესაძლოა ტრანსნისტრიის საკითხის სრულად გადაწყვეტა მოითხოვოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელებამდე. ასე რომ მოლდოვამ თამაში შეცვალა. ტრანსნისტრიის სპეციალური სტატუსის შესახებ უსასრულო მოლაპარაკებების ნაცვლად კიშინიოვის მთავრობამ ჩუმი რეინტეგრაციის სტრატეგიაზე გადაინაცვლა. მან ტრანსნისტრიის ბიზნესებისთვის არსებული საგადასახადო და საბაჟო პრივილეგიები გააუქმა და ნელ-ნელა რეგიონი მოლდოვის ეკონომიკურ და სამართლებრივ სისტემაში ჩართო. და ამ მიდგომას ევროპული კავშირიც უჭერს მხარს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა კიდეც, რომ რუსული ჯარების ტრანსნისტრიიდან გაყვანა უნდა გახდეს ევროპის მოთხოვნების ნაწილი მოსკოვის მიმართ. კრემლისთვის ეს ნელი კატასტროფაა. მოლდოვისა და ევროპის ოფიციალური პირები რუსეთს ადანაშაულებენ მცდელობაში ჩაერიოს მოლდოვის 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და მისი მოკავშირეები გამაგრდნენ. მოსკოვმა კვლავ მიმართა თავის ტრადიციულ მეთოდს და დაიწყო დემოგრაფიული ზეწოლის მცდელობა ქვეყნებზე. ამიტომ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც ტრანსნისტრიის მცხოვრებლებს ბევრად უადვილებს რუსეთის პასპორტების მიღებას. გაუქმდა ჩვეულებრივი მოთხოვნები რეზიდენტობის, ენისა და ისტორიის ცოდნის შოდნის შესახებ. ეს ტაქტიკა რუსეთს უკვე გამოყენებული აქვს ოკუპირებულ უკრაინასა და საქართველოს გამოყოფილ რეგიონებში. ჯერ ქმნიან მოქალაქეებს, შემდეგ აცხადებენ, რომ მათი დაცვა სჭირდებათ და ჯარს აგზავნიან. მაგრამ ამჯერად კიდევ ერთი მიზანიც არსებობს. მოლდოვის პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ მასობრივი პასპორტიზაციის ახალი ტალღის ყველაზე სავარაუდო მიზანი დაცვა კი არა, არამედ რეკრუტირებაა. როგორც რუსეთის მოქალაქეები, დნესტრისპირელები შეიძლება ჩაერთონ რუსეთის გაწვევის სისტემაში და გაგზავნონ უკრაინაში ომში. და ეს შეიძლება სულაც არ იყოს ის, რაც იქ მცხოვრებ მოქალაქეებს სურთ. სინამდვილეში არც ერთი სანდო გამოკითხვა არ არსებობს მოსახლეობის ომისა და მასში შესაძლო ჩართვის შესახებ აზრზე.
ბოლო გამოკითხვა 2016 წელს ჩატარდა და ის პირდაპირ პრორუსულმა გამოკითხველმა ჩაატარა რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რაც ნიშნავს რუსეთში გაწევრიანებას. ამ გამოკითხვაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს უჭერდა მხარს. მაგრამ კარნეგის მიხედვით, როდესაც დნესტრისპირელები რეალურად იღებენ მონაწილეობას მოლდოვის არჩევნებში, ისინი ხმას აძლევენ პროევროპულ პარტიებს. ასე რომ არც კი არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ საით სურს რეგიონს გეოპოლიტიკურად წასვლა. ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ უკრაინაში ომში ჩართვის მხარდაჭერა ბევრად ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ყველა ეს მცდელობა უშედეგო იქნება. და მაინც ის ფაქტი, რომ რუსეთი ამ ტაქტიკებს მაინც იყენებს, ნიშნავს, რომ ცდილობს იპოვოს გამოსავალი, რათა არ გაუშვას ომში თავისი უფრო ღირებული მოსახლეობა, ანუ დიდი ქალაქების ის ადამიანები, რომლებიც ომის შედეგებისგან დაცულები იყვნენ. და ბოლოს რუსეთს ევროპაში ორი მეგობარი ხავდა, რომლებმაც მას საშუალება მისცეს პირდაპირ ან ირიბად ემოქმედა კონტინენტის ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე. უნგრეთი და სერბეთი. უნგრეთი შეიძლება ითქვას, რომ პუტინის საყვარელი მთავრობა იყო ევროკავშირში. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტმა დააყოვნა სანქციების დაწესება, დაბლოკა დახმარება უკრაინისთვის და ბრალი ბრიუსელს დააკისრა, არა მოსკოვს. ყოველთვის როცა ნატო ან ევროკავშირი ცდილობდა ხმის მიცემას, უნგრეთი გარანტირებულად ვეტოს ადებდა რუსეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, რაც ან ანელებდა პროექტებს, ან საერთოდ აჩერებდა მათ. ეს ეპოქა დასრულდა. 2026 წლის აპრილში ორბანი დამარცხდა ხელისუფლებაში 16 წლის შემდეგ, როდესაც მისი პარტია ფიდესი დაამარცხა პეტერ მაჯარის თისა პარტიამ და მაჯარი მაისში გახდა პრემიერ-მინისტრი. თითქმის დაუყოვნებლივ მისმა მთავრობამ დაიწყო უნგრეთის ევროპის ძირითად პოლიტიკურ კურსზე დაბრუნება. მან მოხსნა ვეტო უკრაინისთვის განკუთვნილ მნიშვნელოვან ევროკავშირის ფინანსურ პაკეტზე და რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც დარტყმებმა დასავლეთ უკრაინის უნგრელებით დასახლებულ რეგიონებს მიაღწია. მაგიარი ასევე ომი გამოუცხადა კორუფციას, განსაკუთრებით იმ სისტემებთან, რომელსაც ყოფილი ორბანის მთავრობა იყენებდა. მან იმდენად შორს წავიდა, რომ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის პრეზიდენტის შეცვლისკენ, რომელიც ორბანის მმართველობის დროს დაინიშნა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უნგრეთი ასევე იწყებს რუსეთთან კავშირების შემცირებას, პირველ რიგში ნავთობისა და გაზის იმპორტით. მიუხედავად იმისა, რომ მაჯარმა პირდაპირ განაცხადა, რომ ვერ ხედავს უნგრეთის სრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან, რადგან რუსული ენერგია მუდმივად ყველაზე იაფია, მან 2025 წელი დაასახელა როგორც ახალი წყაროების პოვნის საბოლოო ვადა. და შემდეგ არის სერბეთი, ალბათ ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა. წლების განმავლობაში მოსკოვი ქმნიდა სერბეთის როგორც ძმური ერის იმიჯს, რომელიც რუსეთს მართლმადიდებლობითა და სლავური წარმომავლობით აკავშირებს. სერბეთს ასევე ჰქონდა უკიდურესი წყენა ნატოსა და დასავლეთის მიმართ, რომელიც არასოდეს მოგვარდა სრულად. და როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, სერბეთმა ორივე მხარესთან დაიწყო თამაში. რუს მოქალაქეებს და ლაქეებს ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლება მისცა და შემდეგ ათასობით დროებითი ბინადრობის ნებართვა გასცა. 2023 წლის ბოლოსთვის შეფასებით ქვეყანაში 200,000 რუსი იმყოფებოდა. და 2025 წლისთვის მათგან 64,000-მა მიიღო ბინადრობის ნებართვა, რათა საკუთარი ბიზნესი დაეწყო და გაეგზელებინა ცხოვრება ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირთან მჭიდრო კავშირები აქვს. სერბეთმაც უარი თქვა მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე. ამტკიცებდა, რომ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ საკუთარი გამოცდილება აქვს სანქციებთან დაკავშირებით და ამიტომ არ უერთდება ევროკავშირსა და ნატოს ამ საკითხში. მაგრამ ეს კავშირიც კი ირღვევა. ევროკავშირმა გააკრიტიკა სერბეთის თითქოს და პრორუსული პოზიცია და ზოგადად დაემუქრა, რომ დააწესებს სავიზო შეზღუდვებს, თუ ქვეყანა არ შეანელებს რუსი მოქალაქეების მიღებას. და ინტერვიუში პოლიტიკოსთან, რომელიც პრავაში უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ჩატარდა, სერბეთის პარლამენტის სპიკერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ანა ბრნაბიჩს პირდაპირ კითხეს, შეეძლო თუ არა სერბეთს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პარალელურად კვლავაც დაეფუძნებინა ძმური კავშირები პუტინთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს, გმობს ომს და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. სერბეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საერთოდ უარყო როგორც ძმური. ქვეყანამ ასევე ექსპორტზე გაიტანა 920 მილიონი დოლარის ღირებულების იარარი და საბრძოლო მასალა უკრაინაში. თუმცა არა პირდაპირ, ისეთი მესამე ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა ბულგარეთი და ჩეხეთი. როდესაც ექსპორტის შეწყვეტაზე ზეწოლა განახორციელეს, სერბეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ შეწყვეტდა ექსპორტს, მაგრამ რამდენიმე თვეში როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეცვალა და ევროპელი პარტნიორებისთვის ექსპორტი განაგრძო, ისე რომ არც კი უკითხავს, სად ხდებოდა იარაღი და საბრძოლო მასალა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოცემული რაოდენობები უმნიშვნელოა აშშ-ს და სხვა ნატოს ექსპორტთან შედარებით, სერბეთს აქვს მნიშვნელოვანი იარაღის ინდუსტრია, რომელიც იუგოსლავიის ნიმუშებს მისდევს, ხოლო თავად იუგოსლავია საბჭოთა კავშირის მოდელზე იყო დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ სერბეთი რეალურად აწარმოებს საბრძოლო მასალებს, როგორიცაა 122 და რიდა 152 მმ-იანი ჭურვები, რომელსაც უკრაინა იყენებს თავის ყველაზე მრავალრიცხოვან ჯავშან ტექნიკაში, ნაცვლად ნატოს მიერ მიღებული 155 მმ-იანი სტანდარტისა. გარდა ამისა, სერბული საბრძოლო მასალები ბევრად იაფია ვიდრე დასავლეთში, რაც ნიშნავს, რომ მათი უფრო დიდი რაოდენობა შეიძლება გახდეს ევროპული ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის პაკეტების ნაწილი. და შემდეგ რუსული საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი მოტყუებულად გრძნობს თავს შედარებით უმნიშვნელო ქვეყნისგან, რომლის მოსახლეობა ძლივს აღწევს 7 მილიონს, რომელიც არც გეოგრაფიულად არის ახლოს რუსეთთან, არც ისტორიულად იყო საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული და უკვე თითქმის 15 წელია ევროკავშირის კანდიდატია.
როდესაც ასე შორს მიდიხარ, რომ ალიანსები დაახასიათო, ეს აჩვენებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი გლობალურ გეოპოლიტიკაში. მოდი ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და მთლიან სურათს შევხედოთ. სომხეთი ვაშინგტონისკენ მიემართება. ყაზახეთი, რომელიც ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ არ გატეხილა, ჩინეთსა და ევროპას ეპრანჯება. აზერბაიჯანი რუსული პროპაგანდის ოფისებს აჩხრექს, დაჩხლექს და თურქული დრონებით იარაღდება. მოლდოვა რუსეთთან ბოლო ბურთს ანგრევს. უნგრეთმა პუტინის კაცი გააგდო, ხოლო სერბეთი უარს ამბობს რუსეთს ძმად უწოდოს. ომმა უკრაინაში, რომელიც პუტინმა ნაწილობრივ იმისთვის დაიწყო, რომ რუსეთის დომინანტობა ძველ იმპერიაზე აღედგინა, სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. მან რუსული ძალის მითი დაამსხვრია და რუსეთი გლობალური გეოპოლიტიკური ალიანსებისთვის მიუღებელ მოთამაშედ აქცია. სწორედ ამიტომ წითელ მოედანზე ცარიელი ადგილები ასე მნიშვნელოვანია. 2026 წლის აღლუმმა აჩვენა, რომ რუსეთს აღარავინ დარჩა, ვისაც დაეხტუნობა, გარდა საკუთარი თავისა. და ესეც კი აღარ არის გარანტირებული, რადგან პუტინზე შიდა ნდობა ნელ-ნელა იშლება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ მიიღოთ უახლესი სიახლეები გლობალურ გეოპოლიტიკაზე.